აბსოლუტურად გეთანხმები. აი 100%-ით გეთანხმები. ისეთი უნდა იყოს ჯარი, რომ მიდიოდეს სიხარულით, ნამდვილად. უბრალოდ ამისთვის რა გჭირდება? პირველ რიგში გჭირდება შინაგანი мотиваცია, რომ კარგად გავიაზროთ, რამ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ძლიერი ჯარის ყოლას, რაც ყოველთვის ყავდა და იმ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს, რაც დღეს არსებობს, როგორც ყოველთვის, მაგრამ დღესაც არც ერთ დროზე ნაკლებად და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი ტერიტორიის ორი რეგიონი არის ოკუპირებული. გარდა ამისა, მეორე შინაგანი мотиваცია ეს არის, რომ თვითონ ხასიათის ჩამოყალიბება, ხო, ჯარი აყალიბებს ადამიანის ბუნებას, ხასიათს, განცდას და იმის თვითონ შენს პიროვნებას აყალიბებს და ბევრ რაღაცაში უფრო ფოკუსირებული ხდები. და მეორე, გარეგანი мотиваციაც უნდა იყოს აუცილებლად, რომ უნდა იყოს სისტემა ისე მოწყობილი, რომ უნდა იყოს ღირსეული ანაზღაურება, უნდა იყოს ღირსეული პირობები და საკმაოდ დიდი თანხები უნდა იყოს ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი. უბრალოდ ამ ყველაფერს ჭირდება კარგი ორგანიზება, შეჯამება, ხალხისგან წამოსული ძალიან დიდი мотиваცია და მე ვერთი და მოედანი ჩვენია კარგი გაგებით ან მგზავრობისთვის.